ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და დავანგრეველი განცდა ადამიანის ცხოვრებაში არის იმედგაცრუება, რომელიც მოდის ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში. არაფერია იმაზე საშინელი, ვიდრე იმის გააზრება, რომ არ იყავი ვიღაცისთვის ისეთი ძვირფასი და ღირებული, როგორც ის იყო შენთვის. ვერ შეძლებ იყო ბედნიერი იქ, სადაც ყოველდღიურად გული გევსება დარდით. სადაც როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი ხარ მიუღებელი და დაიგნორებული. ასეთ დროს ნეგატიური ემოციები ბევრად მეტია, ვიდრე სიხარული და ბედნიერება. თუ კი ოდესმე დადგები არჩევნის წინაშე, რომ ან აირჩიო საკუთარი კეთილდღეობა, შენი თავი ან სხვა ადამიანი, დიდი ალბათობით ის, ვისთვისაც არც თუ ისე ძვირფასი ხარ, როგორც არ უნდა გიყვარდეს ეს ადამიანი, აირჩიეს საკუთარი თავი. ეს არის გადარჩენის და სულიერი სიმშვიდის დაბრუნების ერთადერთი გზა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ამ ადამიანის სიყვარულს შეწყვეტ, არ ნიშნავს იმას, რომ ბოროტი და ეგოისტი ხარ. ბოროტი და ეგოისტი არის ის, ვინც გიყენებს. შენ არ ხარ ბოროტი და ეგოისტი. შეიძლება ადამიანი გიყვარდეს, გენატრებოდეს, მაგრამ აგრძელებდა შენი ცხოვრებით, ცხოვრებას მისგან მოშორებით. აი ეს მომენტი, რომ ვიღაც ჩვენთვის ძვირფასია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანის ადგილი ჩვენ გვერდით არის. ძალიან მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ ამაზე და თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება.